ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც დღეს ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნება. დილამშვიდობისა, ნინი. ნინი, დილამშვიდობისა. კახა სოფო დილამშვიდობისა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკიდან. როგორც თქვენ აღნიშნეთ, 14 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა და სიმბოლურად ეროვნულ ბიბლიოთეკაში სწორედ ამ დღეს გაიხსნება ქართული დამწერლობის დარბაზი. აქ სამგანზომილებიანი ფორმატით წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია და იგი უფრო მეც მოგუყვება ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობისა და ღონისძიების შესახებ. დილამშვიდობისა, ბატონო კონსტანტინე. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. ბრძანეთ, უბრალოდ მინდა და მეთქვა, რომ 1978 წლის მოვლენებიდან წელს უკვე 47 წელი სრულდება და პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ დღის მნიშვნელობა, რატომ არის 1978 წლის 14 აპრილი ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი საქართველოს ისტორიისთვის. 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა საზოგადოებრიობამ მთლიანობაში ეროვნულად განწყობილმა პროფესურამ, სტუდენტებმა, ასევე ეროვნულ უფლებადამცველური მოძრაობის აქტივისტებმა დაიცვეს ქართული ენის სტატუსი. კრემლში პოლიტბიუროს ჰქონდა გადაწყვეტილი გაეუქმებინა ეს მუხლი კონსტიტუციაში, სადაც, რომლის მიხედვითაც ქართული ენა საქართველოში იყო სახელმწიფო ენა. სწორედ ეს რომ არ მომხდარიყო, აქ რუსთაველის პროსპექტზე შეიკრიბა უზარმაზარი მანიფესტაცია და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის და რა თქმა უნდა მათი მოსკოველი ასე ვთქვათ განკარგულების მიმცემები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და ამრიგად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დარჩა ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა იყო საქართველოში სახელმწიფო ენა და არა მხოლოდ კულტურის ენა. რაც შეეხება აქ ამ მუზეუმს, ეს არის ქართული დამწერლობის და ზოგადად ქართული ენის მუზეუმიც. თქვენ ალბათ იცით, რომ 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამივე დამწერლობას მიანიჭა სტატუსი, განსაკუთრებული სტატუსი, ეს არის სამი ცოცხალი დამწერლობის კულტურა, ესე ქვია, სამი ქართული დამწერლობის ცოცხალი კულტურა. აი ესე ქვია ამ სტატუსს. ეს არის ასომთავრული, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე მე-4 საუკუნიდან, დავათის სტელა არის ამისი ძალიან კარგი მაგალითი. გვაქვს შემდეგ ნუსხახუცური, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება და მე-12 საუკუნიდან პრაქტიკულად ხელნაწერებში როგორც წესი ის გვხვდება და მხედრული, ანუ საერო დამწერლობა, რომელიც გვაქვს მე-10 საუკუნიდან. ეს არის პირველი ალბათ ნიმუში არის ატენის სიონის წარწერა, მხედრული, რომელიც ზაზა ალექსიძემ და გურამ აბრამიშვილმა დაათარიღეს მე-10 საუკუნის ბოლო პერიოდით. სწორად მახსოვს 986-988 წლებით. მინდა გითხოთ, იდეა საიდან დაიბადა ამ დარბაზის გახსნის და ასევე რა არის წარმოდგენილი? ეს იდეა სანამ მე აქ მოვიდოდი ამ თანამდებობაზე, მანამდე იყო აქ ეს იდეა და მენეჯმენტმა ბიბლიოთეკისა დაიწყო ამის განხორციელება, მათ ნამდვილად მადლობა ეკუთვნის ამისთვის. იდეა იყო ეს სწორედ რომ მომხდარიყო აი ქართული დამწერლობის და ქართული ენის ისეთნაირი დოკუმენტირება და ეს ყოფილიყო ამავე დროს მიმზიდველი, საინტერესო, რაც ფუნქციაც საერთოდ მუზეუმს აქვს და თქვენ აქ იატაკს ხედავთ, ალბათ დააკვირდით, ეს არის ოშკის იატაკი პირდაპირ, ოღონდ ნოვაცია ის არის, რომ ამ იატაკში ჩაბეჭდილია ორი ქართული დამწერლობა, ასომთავრული და ნუსხახუცური.
კი ბატონო, როგორც ვიცი, აქ არის დედაენის უნიკალური ეგზემპლარები წარმოდგენილი, მათ შორის თავად იაკობ გოგებაშვილის ხელით შესწორებული დედაენა. 874 წლის დედაენა არის აქ წარმოდგენილი, ეს არის უშუალოდ იაკობ გოგებაშვილის მიერ ჩასწორებული, ზედ დატანილი არის მისი შენიშვნები, მისი ხელით. აქ ასევე არის ათეულობით დედაენა, რომელიც 1874 წლიდან გამოცემული იქნა 2010-იანი წლების მიწურულამდე, სადღაც, მგონი 2018 წლის დედაენაც არის აქ. აი, მათ შორის, რაც იყო დამოუკიდებლობის პერიოდში, რაც იყო გამოსული, ყველა დედაენა არის წარმოდგენილი. ეს ადრე პრესის მუზეუმში იყო გამოფენილი და ახლა აქ იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო წამოწყებაა ნამდვილად. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. თუ თქვენ გსურთ ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიაში იმოგზაუროთ, აუცილებლად ეწვიეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ენის, უბრალოდ ქართული დამწერლობის დარბაზს, რადგან აქ უნიკალური სანახაობა დაგხვდებათ. მადლობა ნინის, მადლობა ბატონ კონსტანტინეს და კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ენა არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულობა, ჩვენი მშობლიური ენა და მადლობა მათ, ვინც დავით დროზე ესე მტკიცედ დაიცვეს და მადლობა ყველას.